მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, ვაგრძელებთ კომიტეტის ხდომას. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელი დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხია. საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მოხსენებელი აღნიშნულ საკითხზე გახლავთ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მაია ბითაძე. გთხოვთ ქალბატონო მაია წარმოადგინოთ კანონის პროექტი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველი მოსმენით კომიტეტზე განსახილულად წარმოგიდგენთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომელიც მომზადებულია საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით. აღნიშნული კანონპროექტი ეხება 5 ძირითად მიმართულებებს, რაზედაც ინიციატორების და ავტორების მოთხოვნით განსაზღვრული ადმინისტრაციული ჯარიმების ზრდა. შეგახსენებთ აღნიშნული ცვლილებები, რაზედაც ახლა ჯარიმების ზრდა არის მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 2019 წელს, ხოლო დედაქალაქისთვის, ხოლო 2022 წელს მათი ნაწილი გავრცელდა მთელ საქართველოზე. 2019 წელს შევიდა ცვლილებები, როგორც უკვე გითხარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჯარიმა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც აკრძალვა აქვს თბილისის მუნიციპალიტეტს გამოცხადებული მეორადი საბურავების შავი და ფერადი ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად აღალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება. ასევე სანქცია განისაზღვრა საკრებულოს მიერ ასეთი მეორადი ან ასეთი სახიფათო პროდუქტის განთავსების ადგილებზე, განთავსების წესების დარღვევისთვის. ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა სანქცია, რომელიც ითვალისწინებდა ამტვერებადი მასალის მშრალი წესით დამუშავებისთვის სანქციას, ისევე როგორც ამტვერებადი მასალის არაგადახურული ტრანსპორტირების განხორციელებას. ასევე სანქცია განისაზღვრა 2019 წელს ბეტონზიდი მანქანების მიერ ავტომობილის მართვის წესების იმგვარ დარღვევას, რაც იწვევდა სველი ბეტონის ასფალტის ზედაპირზე დაღვრას. ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების სველი წესით დაუმუშავებლობისა და ბეტონზიდი მანქანის მიერ ასფალტის საფარის დაზიანების სანქციები, როგორც უკვე გითხარით, 2022 წლიდან გავრცელდა მთელ საქართველოზე და დღევანდელი კანონპროექტით, რაც თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი, თითოეული ამ 5 მიმართულებისთვის მოთხოვნილია სანქციების ზრდა, მათ შორის უმდაბლესი სანქცია 200 ლარი იზრდება 6000 ლარამდე, ხოლო 1000 ლარიდან არსებული მოქმედი რედაქციით არსებული უმაღლესი 1000 ლარიდან იზრდება 30000 ლარამდე. ამასთან მოგახსენებთ, რომ აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის აღმასრულებელ უწყებად განსაზღვრულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები, გულისხმობ ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებას, სველი წესით დამუშავებას და ბენზინზიდი მანქანის გადაადგილებას. საკმაოდ დიდია სტატისტიკა დაჯარიმებებისა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დინამიკაში კლებადია, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება სახიფათო მასალების და პროდუქციის და მეორადი საბურავების განთავსების ადგილებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, 2019 წელს დაემატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და იმავე პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოიცა შესაბამისი საკრებულოს აქტი. ამ აქტის მოქმედება გადავადებული იყო, ორჯერ გადავადდა 26 წლამდე, 26 წლის 1 იანვრიდან და 26 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული აქტი ძალაში შევა და იგი თავისი შინაარსით გულისხმობს, რომ ამგვარი პროდუქცია, იქნება ეს მეორადი თუ ასე ვთქვათ, პირველადი, მაგრამ სახიფათო ნივთიერებების შემცველი პროდუქციის განთავსება იგრძელება ისეთ ზონებში, რომელიც გენგეგმით არის დადგენილი, მათ შორის საცხოვრებელ ზონებში.
სპეციალურ ზონებში, რეკრეაციულ და ლანდშაფტურ და სატყეო ტერიტორიებზე დედაქალაქის მასშტაბით, ხოლო იქ, სადაც ამგვარი პროდუქციის განთავსება დაშვებულია, საკრებულოს აქტით განისაზღვრება სპეციალური წესები მათი განთავსებისა და გამოყენებისთვის. სულ ეს იყო პირველი მოსმენისთვის, რაც მინდოდა მეთქვა, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მზად ვარ, რომ გიპასუხოთ. დიდი მადლობა. დიახ, თუ შეიძლება. დიდი მადლობა ქალბატონო მაია, კომიტეტის წევრებს თუ აქვთ კითხვები? მოგესალმებით, მივესალმები ინიციატივას, რეალურად ყოველთვის ნათელია, რომ აღნიშნული საკითხი პრობლემა არის და დღემდე არის გადაუჭრელი პრობლემა. როგორც გავეცანი, ეს დადგენილება, რომელიც მიღებულია 6 წლის წინ, პირველ ნაწილში არ შესულა აღსრულებაში, ხომ ესეა ქალბატონო მაია. ეხლა შედის პირველად აღსრულებაში. ან 500 ლარი იყო მაშინ განსაზღვრული და ეხლა ხდება ფიზიკური პირისთვის 2500 ლარი კონკრეტულად 152 მუხლში. ხო, სწორია ესეც. ხო, აქ მეორე და მესამე საკითხი ცალსახად მნიშვნელოვანია, რაც ბეტონმზიდებს ეხება და ასე ვთქვათ, ამტვერებად ნივთიერებას, თუმცა აი პირველ საკითხში რამდენიმე კითხვა მაქვს და მინდა რომ დავაზუსტო. საქართველოს მოსახლეობის ალბათ უმეტესი პროცენტი, ჩემი დაკვირვებით, ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში იძენს მეორეულ საბურავს. სწორედ ალბათ ეს ბაზარი აქედან გამომდინარეა ესეთი, ვთქვათ, გავრცელებული მთელ საქართველოში და მათ შორის თბილისშიც. ერთ-ერთი ესეთი ადგილი არის ელიავას ბაზრობა, არის ფეიქრების მიმდებარე ტერიტორია და თბილისის თითქმის ყველა უბანი. აქ დადგენილებაში ჩამოწერილია ის ზონები, სადაც არ შეიძლება და სადაც აკრძალულია. თუმცა აქ გარკვევით წერია მეორეული საბურავი. მაგალითად, მაინტერესებს გარემოსთვის რა ზიანი შეიძლება მოიტანოს 2025 წლის საბურავმა და არ მოიტანოს 2026 წლის საბურავმა. ანუ კონკრეტულად ძველი და ახალი საბურავის ან მეორეული, ხო, მეორეულად შეიძლება ჩაითვალოს როგორც 2024 წლის საბურავი, ისე 2025 უკვე 1 იანვრიდან. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე მაგალითისთვის ისევ ელიავას ბაზრობის ტერიტორიას მოვიყვან, ამ ტერიტორიაზე რეალიზებაში გადის როგორც მეორეული საბურავი, ისე ახალი საბურავი. აქ მაინტერესებს ამ ტერიტორიაზე ეს რეგულაცია ან ეს ჯარიმა შეეხება მხოლოდ მეორეულ საბურავს თუ ახალ საბურავსაც, იმიტომ რომ ეს ტერიტორია რეალურად იმ ზონაში არ არის მოხვედრილი, სადაც დასაშვებია რეალიზება. გარდა ამისა, აქ არის საკმაოდ დადგენილებაში არის საკმაოდ მკაფიოდ ის ასე ვთქვათ, კრიტერიუმები, რომელ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, სადაც უნდა ხდებოდეს ამის რეალიზება. თუ ამ ტერიტორიაზე, ან მაგალითად, თუ ყოფილა რაიმე ტიპის კონტაქტი ამ ადამიანებთან, რომ იქნება ეს 500 ლარიანი ჯარიმაც საკმარისია, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა კეთილი ნებით და ამ 500 ლარიანი ჯარიმის საფრთხისგან გამომდინარე, ეს ტერიტორია მოაწყონ ზუსტად ისე, როგორც აქ არის აღნიშნული. ისევ მაგალითად ელიავას ტერიტორიას მოვიყვან, აი აქ რაც არის ჩამოთვლილი, რომ ეს ღია სივრცეში არ შეიძლება რეალიზება, ასევე არ შეიძლება აალებადი და ფეთქებადი ნივთიერების რეალიზება. ელიავას ბაზრობინა დაახლოებით 100 მეტრში არის ქსელური ბენზინგასამართის სადგურებიც, როგორც არის მაგალითად ვისოლის ბენზინგასამართის სადგური, სოკარის, რომელთაც ასევე აქვთ სერვის ცენტრები და ასევე რეალიზებას ეწევიან საბურავების. აი ამათ ნაწილში როგორ იქნება, იმიტომ რომ ეს ზონაც ავტომატურად მოქცეულია იმ ზონაში, რომელიც არ შედის და აკრძალულია, ვთქვათ, რეალიზება ამ ტერიტორიაზე. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ანუ ამ ადამიანებთან თუ ყოფილა რაიმე ტიპის კონტაქტი, რაიმე ტიპის ცდილობა, რომ საუბარია დაახლოებით მარტო ამ ტერიტორიაზე 40,000-მდე პირზე, რომელთაც თავისთავად დასაქმებული ყავთ 20-30 ადამიანი, ვთქვათ, თითო სავაჭრო ობიექტზე და აქ საუბარია, რომ 1 იანვრიდან ამ ადამიანებმა ან უნდა დატოვონ ტერიტორია, ან ეს ჯარიმა უნდა გადაიხადონ. 40,000 ადამიანზე, რომელიც დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? 40,000 არ არის მცირე ციფრი. აქ მესამე ნაწილში 152 მუხლში არის სტატისტიკა მოშველიებული და აქ წერია, რომ გამოვლინდა 27 დარღვევა, 38 დარღვევა და აქ 152-ს მერვე
მუხლში არის ესეთი, რომ გამოვლინდა 44 დარღვევა ბეტონბზიდის ნაწილში. აქ მე მგონია, რომ უფრო აღსრულების პრობლემაა, იმიტომ რომ არის ესეთი გვერდი, ჩემი ქალაქი მკლავს, მარტო ამ გვერდზე დავთვალე სადღაც 60-მდე ვიდეო, სადაც ბეტონბზიდი მანქანა აზიანებს სავალ ნაწილს. აქედან გამომდინარე ამ ნაწილებში რაც არის, ჩემი ესე ვთქვათ, შეფასებით არის აღსრულების ჯარიმა, ხოლო პირველ ნაწილში ის კითხვები რაც მოგახსენეთ, ხო არ არის აქ რაღაც გონივრული ვადის მიცემა კომუნიკაციის შემდეგ, იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ გქონდათ კომუნიკაცია 2020 წელს ამ ადამიანებთან, მაგრამ იმის მერე 6 წელი გავიდა და იქ შეიძლება იმ ადამიანების დიდი ნაწილი საერთოდ აღარ არის და სხვა ადამიანები არიან, ამიტომ ეხლა რა პროცესში ხართ ამ მიმართულებით? კიდე ხომ არ აქვს კითხვები კოლეგებს თუ არა გაქვთ, გაბატონო მაინც აქვთ პასუხოთ. დიდი მადლობა, ნამდვილად საინტერესო კითხვები იყო. დავიწყებ აღსრულების ნაწილით და გეთანხმებით იმაში, რომ შეიძლება იმაზე მეტი იყოს, როგორც ამ სრული წესით დამუშავების, ასევე გადაუხურავი წესი ტრანსპორტირების და ასევე ბენზინმზიდი მანქანების მიერ ასფალტის დაზიანების საკითხები, ვიდრე ეს აღსრულების ნაწილში არის გამოვლენილი. თუმცა აქ 152 მერვე მუხლთან მიმართებით 44 არის მარტო დედაქალაქის 24 წელს და დანარჩენი არის შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც ასევე აღასრულებს დედაქალაქის მასშტაბით. ჩვენ რამოდენიმე კომიტეტის ხდომა გქონდა და მომდევნო წლის გაზაფხულზე კვლავ გეგმავთ აღნიშნული მუხლების აღსრულების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოსმენას ზედამხედველობის განმახორციელებელი სუბიექტების მხრიდან, როგორც მერიის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. რაც შეეხება ჩემი ქალაქი კლავს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი რამე, რომ და ჩემი ქალაქი კლავის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია, რომ არის ძალიან ხშირად შემთხვევა, კი არა, პრაქტიკულად სულ ესეა, რომ როდესაც კომიტეტის მხრიდან, ან მერიის მხრიდან, ანუ იმ ადამიანების მხრიდან, რომელმაც შექმნეს ეს სამართალი, როდესაც ეს სამართალი იქმნება, ჩემი ქალაქი მკლავს, მე პრაქტიკულად აკოპირებს და ცდილობს, რომ საკუთარ, ასე ვთქვათ, საზრდამხედველო საქმიანობად წარმოაჩინოს ის რეალური სამართალი, რომელიც ჩვენს მიერ არის შექმნილი. თუმცა ჩვენ ყოველ ისეთ შემთხვევაზე, რომელიც რეალურად ამ საკითხის აღსრულების ნაკლოვანებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, აუცილებლად გავაგრძელებთ საზრდამხედველო საქმიანობას, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენი კომიტეტის და პირადად ჩემი სურვილია, რომ ის მუხლები, რომელთა შექმნაში მათ შორის ერთ დროს მე პირადად მივიღე მონაწილეობა, აღსრულდეს. ახლა რაც შეეხება ელიავას თემას და აი ამ პირველ ორ მუხლს, რომელიც ნამდვილად პრობლემურია და მათი განხილვა შეიძლება რამოდენიმე ჭრილში. შეგახსენებთ, რომ 2000 ანუ შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სამართალი ეხება ამ ნივთიერებებს, ამ პროდუქტებს, რომელიც ამ მუხლშია ჩამოთვლილი. თუმცა ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დედაქალაქში იკვეთებოდა, იყო ის, რომ აღნიშნული ობიექტები, იქნება ეს ფეიქრები თუ ელიავა, თავისი შინაარსით, რომელიც საფრთხის შემცველია როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აი რომ გამოვყოთ ბენზინგასამართი სადგურები, რომელიც კიდე ცალკე 90-იანების პირმშოა, რომ საცხოვრებელ ზონებთან არის აღმოცენებული და იცით, რომ მაქსიმალურად ცდილობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იქ, სადაც შესაძლებელია, რომ აღნიშნული ობიექტები გადაიტანოს სხვა ადგილებში, მესაკუთრეთ მოლაპარაკებების მეშვეობით და კიდე მერწმუნეთ, რომ ბევრი არ აშენდა, სწორედ იმიტომ, რომ ახლოს იყო საცხოვრებელ ზონებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულ ავტორიზაციის დოკუმენტებს ფლობდნენ. რაც შეეხება ელიავას და ფეიქრებს და ამგვარ ტერიტორიებს, ისინი მოკლედ გაშენდნენ მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ზონები და რეკრეაციული ტერიტორიები, მათ შორის იყო აღნიშნული ტერიტორიების, აღნიშნული ობიექტების გვერდით. თავისი შინაარსით ეს ჩამონათვალი, რაც აქ არის მოცემული, არის ყველაზე მავნე, შეიძლება ითქვას, გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა თავისი შინაარსით რითი განსხვავდება საბურავი, ძველი საბურავი, ახალი საბურავისგან, აქ არის ერთი ფაქტორი, ძველი საბურავი არის, ანუ
სვეთის შედეგად გამოყოფს ბევრად მძიმე და საშიში ნივთიერებებს და აალების თვალსაზრისით შეიძლება უფრო აალებადი იყოს, ვიდრე ახალი საბურავი. მათ შორის გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, მავნე ნივთიერებებს, როგორც არის მიკროპლასტიკი, მათ შორის მძიმე ლითონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ჩვენ შეიძლება და გარემოსდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც აქ ბრძანდებიან, ჩვენ სამუშაო გვაქვს მეტწილად იმასთან მიმართებით, რომ საერთოდ ხმარებიდან ამოვიღოთ ეტაპობრივად ძველი საბურავები, თუმცა აღნიშნული რეგულაციის შემოღება გარკვეულ სოციალურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, თუმცა ადრე თუ გვიან მოგვიწევს სამკუთხედით ნაბიჯების გადადგმა, რაც შეეხება ყველა სხვა პროდუქტს ან იმ პროცესს, რომელიც ამ პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება საფრთხე მოიტანოს, ერთ-ერთი საშუალება, რომ თბილისში აღნიშნული საკითხი დარეგულირებული იყო ორადორი, ეს იყო განაშენიანების რეგულირების გეგმა, მაგალითად ელიავასთვის, რაზეც მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მესაკუთრეებთან. არ შეიძლება რომ ელიავაზე, ასე ვთქვათ, განთავსებული ყველა ობიექტი უცებ აიღო და სადღაც გადაიტანო ერთი ხელის მოსმით, როგორც თქვენ ბრძანეთ 40,000-მდე არის მესაკუთრე, 30,000-ზე მეტი მესაკუთრე და მოსარგებლე არის აღნიშნულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, პირველი რაც შეიძლება გაკეთდეს არის გარკვეული რეგულაციები იქ, სადაც განთავსებულია და ამას საკრებულოს აქტი ითვალისწინებს მათი მოპყრობის, შეფუთვისა და შენახვის წესები იქნეს დაცული, რითაც სანქცია იზრდება, როგორც უკვე ვთქვი. და მეორე ეტაპი შეიძლება იყოს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შემდგომ, რის პასუხისმგებლობა თბილისის მერიამ თვითონ იკისრა და ამ ადამიანებთან მუშაობის პროცესი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ისინი ვერ შეჯერდნენ. მუნიციპალიტეტი მზად იყო, რომ თვითონ დაემტკიცებინა, როგორც დაემტკიცებინა, ანუ საკუთარი ხარჯებით შეემუშავებინა განაშენიანების რეგულირების გეგმა და შემდგომ დაემტკიცებინა, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, პირველი ეტაპი რაც შეიძლება ჩვენ ასე ვთქვათ ძალაში მოვიყვანოთ, ეს არის განთავსების ადგილებზე გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვა, ხოლო შემდგომ განაშენების რეგულირების გეგმის ფარგლებში უკვე იყოს ნამსჯელი იმაზე, ეს სავაჭრო ობიექტები იქ დარჩებიან და იქნებიან ამ განაშენების რეგულირების გეგმის ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ქვემოთ განლაგებულები თუ სხვა ტერიტორიაზე იქნებიან გადატანილები. სავარაუდოდ არა, მაგრამ მე სავარაუდოდ კი არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს მოუწევს ამ აქტის დახვეწა, იმიტომ რომ იგი ძალაში შედის 26 წლის 1 იანვრიდან, გამომდინარე იქნა, რომ უფრო ეფექტიანი და ასრულებისთვის უფრო ადვილი იყოს. ამასთან ერთ საკითხს ვიტყვი კიდე, მას შემდეგ, რაც ეს საკრებულოს აქტი იქნა მიღებული, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა რამოდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, მათ შორის მეორადი საბურავების, მეორე საბურავების კი არა, აკუმულატორების, მეორადი სატრანსპორტო საშუალებების, ზეთების და ბატარეების მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში რეგულირების თაობაზე და პარალელურად სხვა პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარეობს, რასაც დამატებით შეგვიძლია ჩვენ მოვისმინოთ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში. გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ აღნიშნული საკითხის საბოლოო დარეგულირება ერთის მხრივ განაშენების რეგულირების გეგმის დამტკიცებაშია, მეორე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში მეორადი სატრანსპორტო საშუალებების, აკუმულატორების, ზეთების, რაც მთავარი დამაბინძურებელი იყო, მათ შორის ელიავას ტერიტორიაზე ნიადაგის ხმარებიდან ამოღებაში და ეკონომიკაში უკან ჩაბრუნებაში და მესამე მაემ გარდამავალ პერიოდში საკრებულოს აქტის ამოქმედებაში და იქ სადაც განთავსებულია ელემენტარული უსაფრთხოების პირობების დაცვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად 100%-იანი აღნიშნულ პრობლემას ვერ გადავჭრით ამ ჯარიმით, არც აქტის ამუშავებით, თუმცა ერთი აუცილებელია, რომ რაღაც შემაკავებელი ეფექტი უნდა ქონდეს ჯარიმას, რომელიც ადრე 1000 ლარით იყო განსაზღვრული და მეორე უნდა დავიწყოთ ამ ნაწილში კანონმდებლობის ამოქმედება, რომ საბოლოოდ შედეგი იქნეს მოტანილი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან ერთხელ გავუსვამ, ამ ადამიანებთან საუბრის გარეშე, რადგანაც ისინი არიან მესაკუთრეები და მოსარგებლეები, აღნიშნული საკითხი ვერ გადაწყდება ვერც ელიავაზე და ვერც სხვა ტერიტორიაზე. იქნება ეს ისანი თუ ფეიქრები, ის ტერიტორიები განსაკუთრებით, რომლებიც საცხოვრებელ ზონებთან ახლოს მდებარეობენ. თუ რაიმე დაზუსტება არის კიდე საჭირო, ან რაიმე გამორჩა, მზად ვარ, რომ კი დავასრულებ ერთი წუთი და მზად ვარ, რომ დავაზუსტო. ბატონ თურმე. მაინტერესებს კანონი ზუსტად, აღნიშნული კანონი შეეხება თუ არა პირობითად ელიავას ტერიტორიაზე არა მეორეული საბურავების გაყიდვას.
როგორც თავიდან აღვნიშნე, ანუ მეორეული საბურავსა და ახალ საბურავს შორის არსებითი განსხვავება არის მათი ზეგავლენის კუთხით, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში ეს საკრებულოს აქტი საუბრობს მეორად საბურავებზე და ასევე აალებად პროდუქციაზე, რომელშიც შეიძლება გავიდეს ჩვეულებრივი საბურავი, მაგრამ მეორადი საბურავების პრობლემა, როგორც უკვე ვთქვი, ბევრად სხვა არის, მათი განთავსება არა შეფუთულ მდგომარეობაში, პირველადი პროდუქტის გაყიდვა, რეალიზაცია საერთოდ სხვა ფორმით ხდება და თავარი მიზანი ამ საკრებულოს აქტი არის ის, რომ ეს მეორეული პროდუქციით ვაჭრობაც იყოს უსაფრთხო. შეიძლება მათ მოეთხოვოთ შეფუთვა, ან სხვა რაიმე კრიტერიუმების, ან გადახურვა, ან სხვა რაიმე კრიტერიუმების დაკმაყოფილება იმისთვის, რომ თუნდაც ის მავნენივთიერებები აალებად თავი დავანებოთ, რომელიც ცვეთის შედეგად წარმოიქმნება მეორადი საბურავების მხრიდან იყოს მათი ზეგავლენა მინიმუმამდე დაყვანილი. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს პრობლემა მაინც უნდა გადაიჭრას საბოლოო ჯამში განაშიების რეგულების გეგმის დამტკიცებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კითხვების ნაწილი ამოიწურა და საკითხი განხილული. ახლა კი გთხოვთ კოლეგებო, კენჭი უყაროთ აღნიშნულ პროექტს. დიდი მადლობა. ახლა კი ქალბატონო მაია გთხოვთ განაგრძოთ კომიტეტის ხტომა. დიდი მადლობა. ახლა გადავდივართ ჩვენი კომიტეტის დღის წესრიგით განსახილულ მესამე საკითხზე. ბატონ ზურაი ზუგბაიას ვთხოვ, რომ მეორე მოსმენით განსახილულად წარმოადგინოს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი. აღნიშნულ კანონპროექტზე ჩვენ წამყვანი კომიტეტი გახლავთ. გთხოვთ ბატონ ზურა. ქალბატონო მაია, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით საქართველოს კანონის პროექტს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული დაცული ტერიტორიის, ეს გახლავთ არაგვის დაცული ლანდშაფტი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის გაფართოებას და მასში ვაშლობის ხეობის ინტეგრაციას. ვაშლობის ხეობა ემიჯნება ამ დაცული ტერიტორიის არსებულ ფარგლებს, კერძოდ გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვის და ხევსურეთის არაგვის ხეობებს, მათ აკავშირებთ დამაკავშირებელი ქედები. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია გაფართოვდება 103.440 ჰექტრამდე, მატება შეადგენს 3.638 ჰექტარს. კანონპროექტის მიღება შეესაბამება ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს, ეს გახლავთ დაცული ტერიტორიების ფარგლების გაფართოება, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება, დაცულობა და კონკრეტულად ამ რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკოტურიზმის განვითარება, რეკრეაცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. ასევე უკანონო საქმიანობის შესაძლო ფაქტების აღმოფხვრა რეგიონში. ვაშლობის ხეობას ასევე ახასიათებს კულტურული ისტორიული ძეგლების სიმრავლე, კერძოდ უშუალოდ სოფელ ვაშლობში მაცხოვრის ამაღლების ეკლესია მდებარეობს, ეს არის მე-19 საუკუნეების ძეგლი. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ვაშლობის ხეობის ჩართვა ერთიან სისტემაში, რეგულირების არსებული პარამეტრები გავრცელდება ამ ტერიტორიაზეც. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ინიციატივა მოდის სწორედ ადგილობრივი მოსახლეობიდან. ჩვენ გაგვაჩნია დუშეთის მუნიციპალიტეტის მხარდამჭერი წერილი, რომელიც მიესალმება ამ ცვლილების განხორციელებას. პროექტის რეალიზაციის ფარგლებში შესაძლებელი გახდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის იურისდიქციის გავრცელება ვაშლობის ხეობის ტერიტორიაზე. პროექტი მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ასიგნეებს, ეს თანხები გათვალისწინებული უნდა იქნას
სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი წლისთვის გათვალისწინებული თანხა, შემოთავაზებული თანხა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირებას, ასევე შრომის ანაზღაურებას, გათვალისწინებულია 2 დამატებითი რეინჯერის დასაქმება არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ფარგლებში, ასევე იქნება შესყიდული ავტო ტრანსპორტი მათი საქმიანობის განსახორციელებად. მომდევნო წლებში მე გულისხმობ 27-29 წლებს ხარჯები, რომელიც გაწეული იქნება ამ გაფართოების შედეგად, იქნება ბევრად უფრო მცირე, დაახლოებით 35208 ლარს შეადგენს წელიწადში. 26 წლისთვის კი გათვალისწინებულია 105208 ლარის ასიგნება პროექტის მიღებით გათვალისწინებული ზომების განხორციელებისათვის. პროექტი გვთავაზობს ამოქმედებას 26 წლის 1 იანვრიდან. გთხოვთ მხარდაჭერას და მზადვარ შეკითხვების შემთხვევაში გიპასუხოთ. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ. კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის. კომიტეტის სახელით კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი, რომ ჩვენ წინამოწვევის პარლამენტიდან დაწყებული დღემდე აქტიურად მუშაობთ სამინისტროსთან ერთად იმისთვის, რომ დაცული ლანდშაფტები შეიქმნას და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ცვლილება, რომელიც დაცული ლანდშაფტის მართვის კუთხით ხორციელდება, არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ერთი ადგილობრივი ხელისუფლება იქნეს უფრო მეტად ჩართული დაცული ტერიტორიების მართვაში, რაც დეცენტრალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე თვითონ ადგილობრივ მოსახლეობას უჩნდება პრაქტიკულად ბევრი ახალი შესაძლებლობები, რაც უკვე თვალნათლივ ანახებს დაცული ტერიტორიების შექმნის სხვადასხვა წახნაგოვან უპირატესობას, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ. კომიტეტის წევრებს ვთხოვ, რომ კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხს. დიდი მადლობა და ახლა მინდა ვთხოვო ქალბატონ ეკა გუნცაძეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რომ წარმოადგინოს სარატიფიკაციო დოკუმენტი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება, რომელიც ეხება პროგრამას ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის წყალზე. სუფთა წყალზე მარტივად რო ვთქვათ. გთხოვთ ქალბატონ ეკა. მადლობა ქალბატონო მაია, მოგესალმებით პატივცემულო პარლამენტის წევრებო. რატიფიცირებისთვის წარმოგიდგენთ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებას ჩვეულებრივი ოპერაციები პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის წყალზე. მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ნომერ 1664 განკარგულების და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 13 ოქტომბრის ნომერ 282 ბრძანების შესაბამისად 2025 წლის 3 ნოემბერს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას ჩვეულებრივი ოპერაციები პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის წყალზე. პროგრამის ფარგლებში ბანკის მიერ გამოყოფილი იქნა ფინანსური რესურსი 200 მილიონი ევროს ოდენობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა არის პირველი შედეგზე დაფუძნებული ტიპის სესხი. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით მოხდება წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში თანხების ჩამორიცხვა. მიზანს პროექტის წარმოადგენს 100-ზე მეტ ლოკაციაში 150,000 მეტ ბენეფიციარზე წყლის სისტემების მოწყობა. სესხის თანხა გახლავთ 200,000 ევრო, საპროცენტო განაკვეთი არის ცვლადი, ევრიბორზე დაფუძნებული ფიქსირებული მარჟა 0,8% ოდენობით, სესხის ხანგრძლივობა 26 წელი, მათ შორის საშეღავათო პერიოდი 11,5 წელი და ვალდებულების გადასახადი ყოველწლიურად აუთვისებელ ჩამოსარიცხ თანხაზე წლიურად 0,15%-ის ფარგლებში. პროგრამის აღმასრულებელ უწყებას წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო განმახორციელებელ უწყებას შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. პროგრამის დასრულების თარიღია 2030 წლის 31 დეკემბერი. თუ კითხვები გაქვთ? დიდი მადლობა ქალბატონო ეკა. კითხვები ხომ არ გვაქვს? კითხვები არ არის. ჩვენ შეგვიძლია კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხსაც, რადგანაც კითხვები არ არის. ბუნებრივია საკითხი ნამდვილად მისასალმებელია. ვინ არის მომხრე, რომ სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭიროთ? დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით განსაზღვრულ ბოლო საკითხზე. ბატონ ლაშა ავალიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს
ვთხოვ ტრიბუნასთან. ბატონი ლაშა წარმოგვიდგენს ინფორმაციას შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის კანონქვემდებარე აქტების მომზადების მდგომარეობის შესახებ. კომიტეტის წევრებს და საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა შინაურ ბინადართა ცხოველთა შესახებ კანონი, რითიც პრაქტიკულად პირველად საქართველოში საფუძველი შეექმნა ასე ვთქვათ, შინაური ცხოველების, ამ შემთხვევაში ძაღლებისა და კატების სადმი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის ჩარჩოს. ამასთან შეგახსენებთ, რომ კანონი ძალაში ჯერ არ არის. კანონის აღსრულების რამოდენიმე ეტაპია და პირველი ეტაპი ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ აქტების დამტკიცება, რომლის ვადა იწურება მომდევნო წლის დასაწყისში. შესაბამისად, ჩვენ სამინისტროსთან ერთად მიზანშეწონებად ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებას და კომიტეტს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა სტატუსობრივი მდგომარეობა აქვს აღნიშნულ სამართლებრივ კანონქვემდებარე აქტებს და კანონქვემდებარე აქტების მიღმა ჩვენ საბიუჯეტო სახსრები გვაქვს აუცილებლად გასთვალისწინებელი იმისთვის, რომ სამინისტრომ შეუფერხებლად წარმართოს ის ძალიან საკმაოდ რთული საქმე, რასაც კანონის აღსრულება ქვია. ამასთან საზოგადოებას ერთად შევახსენებ და ბატონ ლაშა თქვენ გადმოგცემთ სიტყვას, რომ კანონის აღსრულებამდე თქვენ იცით, რომ სამინისტროს უკვე აქვს დაწყებული საპილოტე პროგრამა, რომელიც გარკვეული გარდამავალი პერიოდისთვის აუცილებლად იქნა მიჩნეული, რომ დაწყებულიყო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ადრეც, რომ საპილოტე პროგრამა და ასე ვთქვათ, ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ შემცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ძაღლებს ამრავლებენ და ქუჩაში ყრიან, ასე რომ ეს არის მთავარი, რაზეც ჩვენ უკვე მომდევნო წლებში უნდა აქტიურად ვიმუშაოთ. დიდი მადლობა და ბატონ ლაშას გადავცემ სიტყვას. დიდი მადლობა, ქალბატონია, ქალბატონო ბატონებო, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ შინაური ბინადარი ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადების შესახებ ინფორმაციას. თქვენთვის ცნობილი არის ახლაც გაჟღერდა კანონის შესახებ, ხო ასევე არის მთავრობის განკარგულება, რომელიც უფლებამოსილს ხდის რუსეთის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს საპილოტე პროგრამა და ვისარგებლებ რა მომენტით, უბრალოდ ჩაგაყენებთ საქმის კურსში მიმდინარეობის შესახებ ამ საპილოტე პროგრამის, რომლის მიხედვითაც აჭარის, კახეთის და იმერეთის რეგიონებში და ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ ჯამში 9000 უპატრონო მიუსაფარი შინაური ბინადარი ცხოველების, ანუ ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია, კასტრაცია უნდა განხორციელდეს გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე. დღეს მდგომარეობით 6125 შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია, კასტრაციის, ასე ვთქვათ, პროცესებია დაწყებული, ისინი არიან უკვე თავშესაფარში, სხვადასხვა ეტაპზე შესული და დღეს მდგომარეობით, რაც დაახლოებით 70%-მდე შეადგენს გეგმისას, შესაბამისად წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ეს გეგმა სრულყოფილად შესრულდება. თავად საპილოტია პროგრამა, თუმცა ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მიმდინარეობის პროცესში ძალიან ბევრი გამოწვევას წავაწყდით, რამაც გვასწავლა, რა თქმა უნდა, როგორ სტრუქტურას, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და შესაბამისად ეს კარგი გარდამავალი, ასე ვთქვათ, აქტივობა არის იმ სრულფასოვანი პროგრამის დასაწყებად, რომელიც ქალბატონმა აიხსენა. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად მუშაობთ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების თვალსაზრისით, არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სადაც არიან შესული როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მისისიპის რუსეთის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლები და ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ორი ახალი ნორმატიული აქტი არის, ასე ვთქვათ, შესამუშავებელი, ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესი, რომელიც განსაზღვრულია 2026 წლის 1 მარტამდე უნდა განხორციელდეს და ასევე ტექნიკური რეგლამენტი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციისა და მოშენების წესების და ვადების შესახებ. პირობითად პროცენტულად წარმოვაჩინე მასის შესრულების მიმდინარეობა და ახლობით ნახევარზე მეტი არის უკვე, ასე ვთქვათ,
განვითარებული 65%-ს ვარაუდობთ. პირველ შემთხვევაში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ზოგადად გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კარგი, ასე ვთქვათ, გამოცდილება აქვს ფერმის ცხოველების იდენტიფიკაცია რეგისტრაციის კუთხით, ასე რომ იმავე პროცესით მიდის და აქ შეზღუდვები და პრობლემები დღეისათვის არ ისახება, ხოლო მეორეს რაც შეეხება სტერილიზაცია კასტრაციას, აქ აქტიურად მუშაობთ პრაქტიკოს ვეტერინარებთან ერთად, ანუ ბიზნესთან ერთად, რათა უფრო ქმედითი ნორმატიული აქტის შემუშავება მოხდეს. ასევე არის გარდამავალი დებულებები, კერძოდ ცვლილებები არის შესატანი ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებები, ბიზნეს ოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და დამტკიცების შესახებ. აქაც საკმაოდ ეს ნორმატიული აქტი უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, აქ რამოდენიმე საკითხი არის დასამატებელი, მათ შორის სასტუმრო შინაური ბინადრობრივი ცხოველების სასტუმროებთან დაკავშირებით, რომელზეც მიმდინარეობს და აქაც ნახევარზე მეტი საქმის უკვე შესრულებულია და რა თქმა უნდა ამ ნორმატიული აქტის კონტროლის თვალსაზრისით არის მეორე ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნეს ოპერატორებისა და აგრარული ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალ ცხოველთა რეალიზაცია ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წესის განხორციელების თაობაზე. ესეც ნორმატიული აქტია, რომელთაც ხელმძღვანელობს გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიპი სურსათის ეროვნული სააგენტო და აქაც შესაბამისი ცვლილებები უკვე ასე ვთქვათ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება და უფრო მნიშვნელოვანი ამ თავისი შინაარსობრივად მნიშვნელოვანი ეს არის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მონიტორინგის შესახებ და ძაღლების პოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის, ანუ პროგრამის შესახებ, რომელიც ძალიან მოცულობითი სამუშაო არის, თქვენს ყურადღებას ამ ბოლო ნაწილზე გავამახვილებ, ვინაიდან ეს არის უფრო ქმედითი ამ შემთხვევაში აქტივობები. აქ უკვე ბიუჯეტის ნაწილში არის შემუშავებული დეტალური ცხრილი, თავისი გათვლებით და რაოდენობით, რომელიც არის გათვლილი 3 წელზე, რომელიც დაიწყება 2026-ში და გაგრძელდება 27-28 წლებში და გათვალისწინებულია როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია. წარმოგიდგენთ ესე კასკადური მიმართულებით მივდივართ. პირველ ეტაპზე კახეთი, იმერეთი და შიდა ქართლი იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან აქ უკვე თავშესაფრები არსებობს. შესაბამისად ამ პერიოდში მოხდება შინაური ბინადარი ცხოველების როგორც პატრონიანი, ასევე მიუსაფარის სტერილიზაცია, კასტრაცია ამ 3 რეგიონში და პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სამეგრელოს, ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდგომ 2027 წელს უკვე ამ რეგიონებში გადაინაცვლეს აქტიური ქმედება, ხოლო პირველ 2026 წელს ასე ვთქვათ იმ 3 რეგიონში უკვე ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაიბარებს ამ პროცესს, უკვე ასე ვთქვათ გათელილს, ხოლო შემდგომ უკვე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის ეს 2028 წლის გეგმა არის, მშენებლობა დაიწყება 27-ში, ხოლო უკვე აქტივობები გადავა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში და შესაბამისად კასკადურად წინა რეგიონებს ჩაიბარებს ადგილობრივი თვითმმართველობა, უკვე ასე ვთქვათ გავლილ პროცესს. ჯამურად გათვალისწინებული არის ამ აქტივობების ბიუჯეტი 3 წლიან ჭრილში, ეს არის 35 მილიონი ლარი, თუმცა პირველ წელზე მოდის დიდი დატვირთვა, ვინაიდან მშენებლობები არის გათვალისწინებული 20 მილიონი ლარი და ასე ვთქვათ ავტოტრანსპორტის შეძენისთვის და სხვა ხარჯებისათვის. თქვენს ყურადღებას ასე ვთქვათ გავამახვილებ რამოდენიმე არსებულ გამოწვევებზე. ერთ-ერთი გამოწვევა ეს არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტერილიზაცია, კასტრაცია ხორციელდება, იმ ცხოველების დაბრუნება გარემოში ხდება ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ასე ვთქვათ პრობლემას ქმნის მოსახლეობისთვის ჰიგიენური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე მწვავე საკითხად რჩება წყალფეხა ისე რა ქვია შინაური ბინადარი ცხოველების ჭირისა და ლეიშმანიოზის საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ ლეიშმანიოზი ეს უკანასკნელი ზონოზური დაავადება და ადამიანებს შეიძლება წერის მეშვეობით გადაეცეს და ასევე სამწუხაროდ არასწორად გაგებული ცხოველთა მოყვარულების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორად გაგებული ასე ვთქვათ და შესაბამისად უარყოფითი უკავშირი საპილოტო პროგრამასთან დაკავშირებით, რაც ხელოვნურად აფერხებს ამ პროცესს.
თუმცა მიდის ამ კუთხითაც მუშაობა, მათთან მოლაპარაკება, თუმცა ძალიან სპეციფიური ასე ვთქვათ, ჯგუფი არის ადამიანების, რომლებიც მოლაპარაკება არც თუ ისე ადვილია და რა თქმა უნდა ასდა სხვადასხვაობა, რომელიცაც ვაწყდებით, ასე ვთქვათ, ეს ცხოველები, ხოლო არიან ადამიანები, რომელიც კატეგორიად ეწინააღმდეგებიან ცხოველთა მიკედლებას და იმ ტერიტორიაზე დატოვებას. აი ეს გამოწვევები არის, რაზეც ყურადღების გამოხილვა მინდოდა. ამითი პრეზენტაციის ნაწილი დავასრულე, თუ იქნება რამე კითხვები, შევეცდები უპასუხო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლაშა, კითხვები გვექნება. აი დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და მადლობა ინფორმაციისთვის. ამ გამოწვევებთან დაკავშირებით მაინტერესებს, ეხლა რამდენიმე საკითხია მან და იქნება, ვფიქრობ, კარგად არის მან აღნიშნული, ერთ-ერთი საკითხი ცხოველთა მოყვარულების მხრიდან უსაფუძვლო პროტესტი და ორგანიზაცია. აი ეს კონკრეტულად რა პროტესტი არის, რომ ანუ კასტრაცია არ უნდა მოხდეს, სტერილიზაცია არ უნდა მოხდეს თუ რა და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად აი ესეთი საკითხების იმისთვის საინფორმაციო კამპანია ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებელია ამ საკითხზე, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ძალიან ესე მეორე ხარისხოვნად გასაგებია რა სხვა პრობლემიდან გამომდინარე ალბათ რაღაც მეორე ხარისხოვნად უყურებს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კიდევ კამპანიის გაძლიერება და რაღაცა ფორმების და შემუშავება უფრო პიარულად თუ საინფორმაციო კამპანიის უფრო კიდე კარგად წაადგებოდა ვფიქრობ რა ამ პროცესს თუ გავაგებინებთ რაღაცა მაიან. დიდი მადლობა. ბატონო შეერთო კიდე ხო არ არის კითხვები? ბატონო, მაშინ დავაგროვებთ. მე მაქვს რამოდენიმე თემა, რომელსაც მინდა გთხოვოთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ, თუმცა PR კამპანიით დავიწყებ. მე პირადად ჩვენმა კომიტეტმა, აპარატმა, რაც გზა გავიარეთ, ანუ ვისაც არ უნდა PR კამპანია არ ჭრის. ჩვენ გვახსოვს რა ტალღა იყო და რამხელა ზეწოლა მათ შორის კომიტეტზე აპარატის ჩათვლით. მაგრამ საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, ვინმეს უნდოდა თუ არ უნდოდა, ჩვენ კანონი დავამტკიცეთ. კანონი, რომელიც ჯერ კიდე 10 წლის წინ უნდა დამტკიცებულიყო. ხა კანონს შეიძლება ხარვეზები კონდეს და ამას დრო გამოაჩენს, მაგრამ თავარია რომ ჩვენ უკვე გვაქვს სამართლებრივი ჩარჩო, ავად თუ კარგად. PR კამპანიის ნაწილში, რაზეც მინდა ბატონ ლაშა გთხოვოთ და ბატონ ზურაც აქ იმყოფება, ყურადღება გავამახვილოთ და კომიტეტიც არის, რომ ამ საკითხში ჩაერთოს, რადგან ჩვენი ავტორობით მომზადდა ეს კანონპროექტი. და თბილისის მერიაც რა თქმა უნდა ჩასართავი იქნება. მე მგონი ყველაზე აქტიური კამპანია ჩვენაც დასაწყები გვაქვს უკვე იქითა წლის დასაწყისიდან ეს არის პატრონების ინფორმირებულობა. მათ შორის იმ პატრონების, ვისი ცხოველები უკვე ჩიპირებულები არიან, იმიტომ რომ არავის არ უნდა კონდეს აღქმა იმისი, რომ ასე ვთქვათ, ძაღლი თუ ჩიპირებულია, უკვე ეს ძაღლი ავტომატურად გადავა ახალ სისტემაში, რომელსაც სამინისტრო მართავს, იმიტომ რომ ყველა პატრონიან ძაღლს დაჭირდება, ასე ვთქვათ, გადამოწმება, რომ ძაღლი შევიდეს ელექტრონულ ბაზაში და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი ვისია ეს ძაღლი. რომ ქუჩაში გაგდებული ძაღლის მეპატრონე მერე მკაცრად დავაჯარიმოთ, იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც სიხილსამართლოს კოდექსში შევიტანეთ ორჯერ, ჯერ საერთოდ შევქმენით მუხლი და შემდგომ უკვე სანქციებიც გავამკაცრეთ ცხოველისადმი არა ძაღლისადმი არასათანადო მოპყრობის კუთხით, უკვე აღსრულების ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული შედეგები, ასე რომ ეს მინდა გთხოვოთ ბატონ ზურა, ბატონ ლაშა და კიდევ ერთხელ კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება, რომ ხალხს გავაგებინოთ, რომ მათ მოუწევთ ცხოველების ჩიპირება და ჩიპების გადამოწმება. ისევე როგორც მიმკედლებლები ჩვენ გვინდა ვინმეს უნდა თუ არ უნდა ეს, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ მახინჯი ინსტიტუტი, რომელიც სამართლის არ ქონის გამო შეიქმნა და ამ ადამიანებს ბუნებრივია მე მადლობასაც ვეტყვი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ისინი უვლიან იმ ცხოველებს, რომელიც იმიტომ რომ სამართალი არ იყოს ქუჩაში წარმოიშვა, ადამიანების გულგრილობის გამო რომ აგდებენ საკუთარ ძაღლებს, მიმკედლებლებსაც მოუწევთ, ასე ვთქვათ, ხელახლა დააიდენტიფიცირონ საკუთარი ცხოველები, შეგახსენებთ, რომ ჩვენ რაოდენობრივი შეზღუდვა მათ არ დაუდგინეთ, მაგრამ არის გარკვეული პირობები, რომელიც უნდა, ასე ვთქვათ, შეასრულონ და დააიდენტიფიცირონ საკუთარი ცხოველები. ამ კუთხით მინდა გთხოვოთ, რომ საინფორმაციო კამპანია ყველა ვარიანტში მოგვიწევს, იმიტომ რომ მე უცებ ზაფხულში არ აღმოჩნდეს, რომ თელმა საქართველოს თქვას, რომ აი
მე ხო ძაღლი უკვე ჩიპირებული მყავს. მეორე საკითხი, ბატონ ლაშა, მინდა კითხოთ ამ ჰიპერპოპულაციის მართვის სამოქმედო გეგმაზე ძალიან მიხარია, რომ წინ ხართ უკვე და მუშაობთ და ზოგადად ინდიკატორები რაც არის პროცენტული მაჩვენებელი, ამას ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ მიიწევს სამინისტრო. უბრალოდ აი ასაგრძალი ცხოველების ჯიშების ძაღლებზე ამ შემთხვევაში საუბარი, ასაგრძალ ჯიშებთან დაკავშირებით როგორ მიდის პროცესი, იმიტომ რომ აქაც შეგახსენებთ საზოგადოებასაც და კომიტეტის წევრებსაც, რომ ჩვენ ასაგრძალი ძაღლების ამ შემთხვევაში კატები და ძაღლები, ხო, ასაგრძალ ძაღლებთან დაკავშირებით არის საუბარი, რომ აქტი უნდა გამოიცეს მთავრობით და აიგრძალოს გარკვეული ჯიშების გამრავლება საერთოდ. და აქ საუბარი არ არის მანდამაინც ეგრეთ წოდებული მომეტებული საფრთხის მქონე ძაღლებზე, არამედ შეიძლება იყოს ისეთი ძაღლი, რომელიც სულ არ არის თავისი ზომებიდან გამომდინარე საფრთხის შემცველი, მაგრამ გვაქვს ჰიპერპოპულაცია, იმიტომ რომ ანომალური მდგომარეობა გვაქვს, ჯიშიან ძაღლებია, მათ შორის კოკერები ქუჩაში გაყრილი. ეს კოკერის სიტყვაზე ვთქვი. ამ კუთხით როგორ მიდის მუშაობა, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ კივნეული თემა იქნება და ხო, მიკედლებას როგორც უკვე ვთქვით, შეიძლება რამოდენიმე წლის შემდეგ, 6-7 წლის შემდეგ მიუბრუნდეს სახელმწიფო მას შემდეგ, რაც რეალურად თვითმმართველობები უკვე რეგულარულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და ამ პროგრამას, რომელსაც გარემო და რეგიონული ერთად განახორციელებს, ეს ამოიწურება. ეს იყო რისი დაზუსტებაც მინდოდა თქვენი მხრიდან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა კითხვებისთვის, კომენტარებისთვის და ზოგადად ამ საკითხით ინტერესისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, რა თქმა უნდა, საპილოტო პროგრამამ ასევე როგორც უკვე წინაზე აღვნიშნე, ძალიან ბევრი საჭიროებები გამოავლინა, მათ შორის საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო აგრესიულად წარმოების. აქ უბრალოდ ჩავრთო ის ჯგუფი ადამიანების და ეს არ არის მცირე ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება სამწუხაროდ. ჩვენ ვიღებთ ზარებს იმ რეგიონებში, მათ შორის, სადაც საერთოდ არ მიმდინარეობს საპილოტო პროგრამა, რომ ვითომ ვიღაცამ დაინახა, როგორ გაიარა სააგენტოს მანქანამ, ჩააგდეს ცხოველები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ზოგადად ამ ცხოველების სიცოცხლეს და პირიქით რაღაც ინფორმით არის ინფორმაცია გავრცელებული, რომ ჩვენ ამ ცხოველებს შემთხვევაში ვიპარავთ და მე ვხოცავთ. მოკლედ ეს მუსირებს ამ შემთხვევაში და ძალიან რთულია იმ კონკრეტულ ჯგუფთან მუშაობა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად საზოგადოებასთან, მათ შორის საინფორმაციო კუთხით თუ რა აქტიური ქმედებები მიმდინარეობს და ამ ნაწილზე კიდევ უფრო ამოძრავდებით, როდესაც უკვე სრული პროგრამა გაიშვება მიმდინარე წლიდან და აქვე რა თქმა უნდა ერთ-ერთი პირველი აქტივობა, სანამ ქმედით აქტივობებზე გადავალთ, იქნება საინფორმაციო კამპანია. რაც შეეხება პატრონიონების ინფორმირებას, კი ბატონო, ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. დღეისათვის თბილისის ტერიტორიაზე ისედაც მოქმედებს ვალდებულება იმისა, რომ ცხოველების რეგისტრაცია განახორციელოს მეპატრონემ და ასევე ყოველწლიურად მისი განახლება, ამ ინფორმაციის განახლება. შესაბამისად, რამდენად აქტიურად ახორციელებენ ამას ცხოველთა მეპატრონეები ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, შემიძლია ერთი კონკრეტულ მაგალითზე გითხრათ, პირადად ჩემი, იმიტომ რომ მიკედლებული კატა მყავს და ყოველ წელს ვახდენ რეგისტრაციის ინფორმაციის განახლებას. თუმცა ეს ვალდებულება არის, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ აი ამ კუთხით მერიასთან ერთად ვიმუშავებთ, რომ უკვე ახალი წესით გაერთიანებულ მონაცემთა ბაზაში გადავიდეს ეს ინფორმაცია. რაც შეეხება მიმკედლებლებს ზოგადად, აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი აზრები ამ შემთხვევაში, ეს არის რაღაც დროებითი, იმიტომ რომ ესეთ რამეს მსოფლიო პრაქტიკა არ ცნობს მიმკედლებულის ასე ვთქვათ არსებობას და აქაც ზოგ შემთხვევაში რაღაცა ინდულგენციის სახე მიიღო, ანუ აი ერთ-ერთი წინააღმდეგობა განსაკუთრებით ზოგიერთ ტერიტორიაზე ქვეყნის, ზუსტად ეს არის, რომ უბრალოდ დაარქვეს მიკედლებული მცხოველებს, ყოველგვარი მიუხედავად იმისა, რომ კანონი არეგულირებს ამ საკითხს, თუ რატო პეთ უნდა იყოს, რომ ის აუცილებლად სტერილური კასტრირებული უნდა იყოს და მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია მიკედლება, უბრალოდ დაარქვეს სახელი, თავიანთი ასე ვთქვათ ლოგიკით და სხვათა შორის ესეც გვაქვს, რა ქვია, შეტყობინებებიც არის ამში, ასე ვთქვათ, მიმართეს სამართალდამცავებს იმ ლოგიკით, რომ მე მიკედლებული მყავდა ცხოველი და მომპარეს. და ესეც არის საქმე არის აღძრული ამასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, მიმდინარეობა გამოაჩენს, მაგრამ ანუ აი ეს მიკედლებული საკითხი ალბათ თუ არა ახლა, ახლოს პერიოდში იქნება კიდევ გასავრელი და გადასახედი. რამდენად ქმედითი არის ეს. აქვე არის საკითხი, როდესაც უკვე პატრონიანი ცხოველების მიკედლებასთან დაკავშირებით, უпростоოდ პატრონიანი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციასთან დაკავშირებით აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, ამან არ მოახდინოს იმ მიმართულებით წასვლა, რომ უბრალოდ მეპატრონებმა განაცხადონ, რომ მიკედლებულია უბრალოდ ეს ცხოველი და პასუხისგებლობა გარკვეულწილად ამით მოიხსნან. იმიტომ რომ კანონის მიხედვით პასუხისგებლობა სხვადასხვანაირად არის გადანაწილებული მეპატრონესა და მიმკედლებულზე ბუნებრივია და აქაც არის საფრთხე და ამაზეც ალბათ პრაქტიკა გამოაჩენს. რაც შეეხება ჰიპერპოპულაციის მართვას, ეს ერთ-ერთი ყველაზე და კონკრეტულად ჯიშების, გარკვეული ჯიშების გამრავლების მონიტორიუმს, აი ეს ესეთი სენსიტიური საკითხია და აქაც ჩვენ მუშაობთ კინოლოგებთან და პრაქტიკოს კოლეგებთან, ვეტერინარებთან ერთად, რათა მისიაც განისაზღვროს რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, თქვენ კოკესპანიერი ახსენეთ და იგივე არის ჰასკების და სხვა ძაღლების შემთხვევაში, რომელიც მოკლედ ეს არის, რა ქვია, ძალიან დიდი პრობლემა არის და გულდასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებით ამ საერთო ჭრილში წლის ბოლომდე გვაქვს ჩვენ შიდა გეგმა გვაქვს წლის ბოლომდე რომ ეს ნორმატიული აქტები უდიდესი ნაწილი უკვე იყოს ასე ვთქვათ საბოლოო სახით რათა მერე წლის დასაწყისში უკვე საბოლოო ცვლილებები და შეთანხმებები გავაკეთოთ ასე რომ ესეც ამ საერთო აქტიობის ნაწილია და აქაც ჩვენი ხედვა გვაქვს უკვე თუმცა რაც კონკრეტულ საკითხებში თანხმდებით პრაქტიკოს სპეციალისტებთან ერთად მე მგონი ყველა კითხვას გავიცი პასუხი თუ დამატებითი არ არის. დიდი მადლობა ბატონ ლაშა, ძალიან სწორი რამ აღნიშნეთ იმკედლებელთან მიმართებით, ამის რისკი ნამდვილად არსებობს, ამიტომ კომიტეტი მზად არის, რომ თქვენ თუ იქით პრაქტიკაში რაღაც საჭიროება გაჩნდა, რომ კანონში ცვლილება შევიტანოთ, ჩვენ მზად ვართ, რომ ცვლილება შევიტანოთ, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ საინფორმაციო კამპანიის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, პატიოსანი მიმკედლებლებიც ბევრი არსებობენ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ადამიანებსაც უნდა დროულად განუახლოთ ეს ინფორმაცია და მივაწოდოთ, რომ მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი თავი ან მიმკედებლად, ან მეპატრონეთ და ვინც არ დაარეგისტრირებს, შესაბამისად აი ზეპირი პრეტენზიებიც აღარავის არ ექნება, იმიტომ რომ მე პირადად ზუსტად ვიცი, რაზედაც საუბრობთ და რა წინააღმდეგობა შეიძლება აწყდებოდეს სახელმწიფო, ასე ვთქვათ, აღსრულებით ნაწილში, ასე რომ ჩვენ კომიტეტი მზად ვართ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმ საჭიროებდა გამომდინარე, რაც იქნება კანონმდებლობის გახვეწაზე ვიმუშაოთ და ერთი თემა მომშენებლები, ბატონ ლაშა, მომშენებლების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ რეალურად ბაზის ამუშავების და ანუ ჩვენ ვიქნებით თუ არა მზად, რომ იქ იწელს ეს ყველა ბიზნეს ოპერატორი და მათ შორის მომშენებლებიც ასე ვთქვათ, ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ის ფორმა ცხოველების გამრავლების, რასაც ახლა ვაწყდებით და მე Facebook-ზე ყიდიან და მე დედაძაღლს, რომელსაც გააჩენიებენ 200 ლექს და გადააგდებენ და ასე ვთქვათ, სიმსივნიანი შპიცები დარბიან ქუჩაში, იმიტომ რომ მოიშორეს, მისგან ყველაფერი ამოიღეს, რომ აი ეს ნაწილიც, ამ ნაწილის აღსრულებაც დავიწყოთ, ასე ვთქვათ, პოზიტიური დინამიკით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, მე ხმად ვწამს, რომ ბევრი დაბრკოლება გვექნება, მაგრამ თავარია, რომ ეს დავიწყეთ და წარმატება მინდა გისურვოთ ამ რთულ საქმეში. დიდი მადლობა და დიდი მადლობა მზაობისთვის, თუნდაც აი იმ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მიკედლებლების საჭიროება, ამ ცვლილების საჭიროება თუ დადგა, ვფიქრობ, რომ ამას გვიჩვენებს ალბათ მომავალი წლის პირველივე კვარტალი, შესაბამისად უკვე უფრო ლოგიკური იმითი, რა ქვია, ჩარჩოთი შემოვიტანთ ამ ინიციატივას, თუ რა საჭიროებები და პრაქტიკაში რა შეზღუდვები ექნება მიმკედლებლის სტატუსს. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ ძალიან ბევრი არის პოზიტიური ჭრილში მიმკედლებელი, რომლებმაც რაც ბევრ ცხოველს სიცოცხლე გადაურჩინეს, თუმცა ვიღაცები შეიძლება ამ მომენტით სარგებლობდნენ და სხვა მიმართულებით, სხვა რელსებზე დააყენონ ეს საკითხი. რაც შეეხება მომშენებლებს, აქაც ძალიან ბევრი შეხვედრები იქნება საჭირო. ვამზადებთ ასევე იმ ნორმატიულ აქტებთან ერთ-ერთი არის მათი რეგისტრაციის საკითხი, ტექნიკური თვალსაზრისითაც მუშაობთ, არის ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც ჩაშენდება და უკვე ჩაშენებულია საპილოტო, ასე ვთქვათ, ჭრილში შინაური ბინადარი ცხოველების მოდული და ასევე ამავე სისტემაში დარეგისტრირდება ყველა ის მომშენებელი თუ ის
პირი, ვეტერინარული კონტროლის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებელი თუ ასე შემდეგ, რომლებსაც ექნებათ ესა თუ ის შეხება შინაურ ბინადარ ცხოველებთან, ასე რომ ორი მიმართულებით მიდის, როგორც ნორმატიული აქტების შემუშავების შესაბამისი, ასევე ქმედითი ნაბიჯებისა და დამხმარე სისტემებისა და პროგრამების შემუშავების კუთხით, ასე რომ ეს ბატონი დავითის მინისტრის დავალებით პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი და რა ვიცი, ყოველკვირეულ რეჟიმში არის შეხვედრების სამუშაო ჯგუფის სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ეს ნორმატიული აქტები უკვე რაღაც საბოლოო ფორმით იქნება წარმოდგენილი და რა თქმა უნდა მერე უკვე დაიწყება განხილვები იმ დონეზე ყველა დაინტერესებულ ჩართულ პირთან, როგორც ეს საჭირო იქნება. დიდი მადლობა. ერთს დავაზუსტებით კიდე ბატონო ლაშა. ანუ ეს პროგრამა თვითონ ეს ციფრები კარგად არ ჩანდა და ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ კითხავთ ზეპირად. ესე იგი ამ პროგრამის მიხედვით, როცა უკვე არასაპილოტი, ამით რეგულარული რეჟიმი ამოქმედდება, ანუ პირობითად თქვით ჩვენ 3 წელზე და მე ნახოთ, ანუ ამასთან დაკავშირებით თქვენ რეგიონულ სამინისტროსთან ერთად მუშაობთ, ხო, ალბათ და ანუ თბილისის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რესურსი ყველაზე მეტი და გამოცდილება, ასე ვთქვათ, თბილისს აქვს, იმიტომ რომ ბაზაშიც ჩასართავია თბილისი შესაბამისად ამ კუთხით მინდა ანუ ამის დაზუსტება რომ ამ რეგიონებში ანუ ბევრგან პარალელურად ერთად ვერ წავა რა თქმა უნდა რადგან საბოლოო ჯამში პატრონიანების კონტროლი და ეს საპილოტე პროექტები ერთმანეთს ალბათ 3 წელიწადში დაუახლოვდებიან რომ რაოდენობა დასტაბილურდეს ანუ გამრავლება შეჩერდეს. ანუ ამ კუთხით მუშაობთ, ხო? ანუ რეგიონულ სამინისტროსთან და თბილისთან ერთად, რომ ასე ვთქვათ, არ გაგვექცეს, ასე ვთქვათ, ანუ იცით ის თქვა მინდა, რომ სტერილიზაცია, კასტრაციის გაკეთება ძალიან კარგია, მაგრამ ნაყარი თუ მეტი გვაქვს, ეს ერთმანეთს ვერ აბალანსებს. მე თბილისის მაგალითიდან ვიცი, რომ ბევრად გაასწრო ქუჩაში გაგდებულმა და ხო ცხოველების გამრავლების კომპონენტმა. სწორი კომენტარია და შენიშვნა. დიახ, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფში არის მათი წარმომადგენლები. აქ თავიდან დავაბრუნე კასკადური, ასე ვთქვათ, მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს იმ კონკრეტულ რეგიონებში, აქ უბრალოდ თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა აქ არ ჩანს, იმიტომ რომ ბიუჯეტის ნაწილი სხვანაირად არის, ისინი თავად უზრუნველყოფენ ამას, ამ აქტივობებს, თუმცა საერთო ჭრილში რა თქმა უნდა გვყავს. ანუ პირველ ეტაპზე მოხდება 3 რეგიონში, ეს არის კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, კიდევ ერთხელ თბილისი და აჭარის გამოკლებით, აქტიური ქმედებები გაგრძელდება როგორც მიუსაფარი შინაური ბინადარი ცხოველების, ასევე პატრონიანი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციის კუთხით. ანუ სხვადასხვა მიმართულებით მივდივართ, ერთი რომ მიუსაფარის შემთხვევაში ჩვენი სტრუქტურები თავად გამოიჭერენ ამ ცხოველებს და მოახდენენ სტერილიზაცია, კასტრაციას, ხოლო შინაურ პატრონიანების შემთხვევაში წავალთ აუთსორსზე, ანუ გარეთ გავიტანთ ამ პროცესს და ის დაინტერესებული პირები იქნებიან ჩართული ვეტერინარები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამა თუ იმ რეგიონში შესაბამისი წესის მიხედვით პატრონიანი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციას. კანონი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ჩვენ შეგვიძლია დამხმარე პროგრამა ავამუშაოთ და ვფიქრობთ, რომ ეს ზუსტად პირველი წელი, წამახალისებელი წელი იქნება, იმიტომ რომ აქაც თქვენ მოგეხსენებათ კარგად, რომ ამდენი რწმენა არის ამასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკები, რომ სტერილიზაცია, კასტრაცია რამდენად უარყოფითად მოქმედებს, ვითომ და უარყოფითად მოქმედებს ცხოველზე და ასე შემდეგ. ამიტომ ესეც ცნობიერების ნაწილია და ესეც გადასალახი საკითხია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის დაინტერესებული პირებისთვის პირველ ეტაპზე, რომ კარგი პრეცედენტები შექმნა თითოეულ რეგიონში, იყოს დამხმარე პროგრამები, რომელიც დაუფინანსებს ამ პროცესს და შესაბამისად უკვე მომდევნო წლიდან უფრო ადვილიც იქნება ამოქმედება ამ იმისი, რა ქვია, შეზღუდვის, იქიდან გამომდინარე, რომ პასუხი იქნება, რომ თქვენ გქონდათ თუნდაც ესე თქვათ ამ შემთხვევაში საპილოტე პროგრამაში ჩართულობის და ეს კასკადურობა კიდევ იმითია მნიშვნელოვანი, რომ პირველ წელს, როდესაც შენდება შენობა, მეორე წელს იტვირთება სრულად, ანუ დარტყმა ხდება როგორც მიუსაფარი ცხოველების, ასევე პატრონიანის შემთხვევაში, ანუ ეს კრიტიკული მასა შეიკრება, პატრონიანები შემოდინების შეზღუდვა მოხდება, ახალი პატრონიანებში სტერილიზაციით მოხდება შემოდინება ახალი ნამატის, ხოლო იქ მიუსაფარი ცხოველების შემთხვევაში უკვე
რეალურად რამოდენიმე წლით ისინი ასე ვთქვათ კონცენტრაციას შექმნიან ქალაქებში და სოფლებში, შესაბამისად ესეც უწყობს ესა უშლის ხელს შემოდინებას, ანუ აქ კომპლექსური ღონისძიებები ერთ-ორივე მხრიდან ხორციელდება და რაც თავარია, აი ამ აქტიური ქმედებების შემდგომ უკვე ეს თავშესაფარი აგრძელებს მუნიციპალიტეტის მეშვეობით ოპერირებას და გადართული არის როგორც თუ გამოვლინდება ახალი მიუსაფარი ცხოველები, ასევე უკვე პატრონიანი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციაზე გადაერთვება, ეს უკვე ამაზეც მიდის მუშაობა უკვე შემდგომ ეტაპზე, ეს ფასდაკლებით იქნება, ეს რა ფორმით იქნება, თუმცა იმის გამო, რომ ძირითად ხარჯებს გაწევს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამის ფარგლებში ეს უფრო ადვილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ამისი ოპერირება და რაც კრიტიკული მასა, ასე ვთქვათ, უკვე სტერილიზაცია, კასტრაცია მით უმეტეს შინაური ბინადარი მიუსაფარი ცხოველების იქნება განხორციელებული. აი ამ ფორმით ვაპირებთ წასვლას. დიდი მადლობა ბატონ ლაშა, გასაგებია და ერთი თხოვნა მაქვს უბრალოდ, რომ ანუ თბილის და აჭარას მან დამთავრების დადგენილებაში მათაც უნდა ეწეროს, თუნდაც ის, რომ ისინი თვითონ ახორციელებენ, იმიტომ რომ ბაზაში ერთ ბაზაში უნდა მოხდნენ და ყველაზე დიდი რაოდენობა, ასე ვთქვათ, ცხოველების გამრავლების მაინც დედაქალაქში გვაქვს, ასე რომ მათთან კომუნიკაცია და მათ ჩართულობა მე ვიცი რომ მზად არიან თვითონაც არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ სადაც დედაქალაქში კარგად წავა პროცესი, იმიტომ დედაქალაქში კი ძალიან ბევრს გაუკეთდა უკვე პრაქტიკულად აღარ გვხდება ძაღლი, რომელსაც საჭდი არა აქვს, მაგრამ იმავდროულად იმხელა ნამაც ხედავთ და იმდენ ახალ თან ჯიშიან ძაღლს ქუჩაში გაგდებულს და გამრავლებულს, რომ ამას უკვე საზღვარი აღარ აქვს, ასე რომ მინდა გთხოვოთ, რომ ანუ ეს კომპონენტი არ გამოგრჩეს არანაირად. უბრალოდ მიღებულია. ძალიან დიდი მადლობა, კითხვები თუ არ არის. წარმატებებს გისურვებთ ბატონ ლაშა და რა ვიცი. დიდი მადლობა კომიტეტს თომა დასრულებული.